მოგესალმებით მეგობრებო ტაროს საჯარო ქაშლაზე. სახელწოდებით როგორ შევწყვიტოთ ბრძოლა და დავუშვათ ბედის წერა. მე უკვე დავალაგე 3 ვარიანტი შეკითხვით, რას ველოდები ამ მომენტში და რატო. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი, ჩაიფიქრეთ პირველი, მეორე, მესამე, მოგცემთ დროს, დავიწყოთ და კითხვებით შევავსოთ. იმედი აირჩიეთ, დავიწყოთ პირველი ვარიანტით, რას ელოდებით და რატო. ფიქრობ ამ მომენტში პირველი ვარიანტი ელოდება ვინმე კვერთხების დედოფალს, აქტიურ ქალბატონს, ენერგიულს, მომხიბლავს, ქარიზმატულ ქალბატონს. თუ ამ შემთხვევაში ქალბატონი უყურებთ, შეიძლება ელოდებოდეთ მსგავსი თვისებების მამაკაცს, ენერგიულ მამაკაცს და მისგან მოქმედებას შეიძლება ელით ამ მომენტში. გავაგრძელოთ შემდეგი შეკითხვა. როგორ მოქმედებს ეს თქვენს ცხოვრებაზე? თქვენი მოლოდინი თქვენს ცხოვრებაზე საკმაოდ, ასე ვთქვათ, კარგად მოქმედებს. თქვენი მოლოდინი გატყობინებთ, რომ რაღაცეები თქვენს ცხოვრებაში უნდა დასრულდეს და შემდეგ აღარ განმეორდეს. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ რაღაც მოვლენები, რაღაც ისტორიები, შემთხვევები ან სიტუაციები თქვენს ცხოვრებაში სამუდამოდ მიდის და გტოვებთ. შეიძლება ეს სიტუაცია ძალიან არასასიამოვნო იყოს, არასასურველი იყოს, არ გინდოდეთ რაიმეს გაშვება ხელიდან, ებღაუჭებოდეთ, ელოდებოდეთ, მაგრამ ეს მაინც გარდაუვალი პროცესია თქვენს ცხოვრებაში, რადგან წავიდეს ძველი და შემოვიდეს ახალი. შემდეგი კითხვა. რას ეწინააღმდეგებით ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად თქვენ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეთ თქვენს ემოციებს. შეიძლება ემოციური ფონი გქონდეთ, რომელიც არ გაძლევთ უფლებას, რომ გაუშვათ ეს სიტუაცია ხელიდან. თქვენი ემოციები არ გაძლევთ უფლებას, რომ გზა განაგრძოთ, წარსული მოიტოვოთ უკან. შეიძლება ეს იყოს სასიამოვნო მომენტები, სასიამოვნო განცდები, მოგონებები და ეს გიშლიდეთ ხელს. წინააღმდეგობაში ამოგდით, რომ ეწინააღმდეგებით ამ განცდებს, რომელიც უნდა შეიგრძნოთ და გაუშვათ. შემდეგი. რას მოიტანს იმის მიღება, რომ ყველაფერი თავის გზას მისდევს? რას მოიტანს იმის მიღება, რომ ყველაფერი თავის გზას მისდევს? თუ თქვენ მიიღებთ იმას, რომ ცხოვრება თავისთავად თავის გზას მისდევს, თქვენ ეს სიტუაცია მოგიტანთ დიდ გამარჯვებას. იმ მხრივ, რომ თქვენ გახდებით უფრო მეტად ბრძენი, უფრო მეტად დაფიქრებული. შეიძლება რაიმე სიბრძნეს დაეუფლოთ, ნებისმიერ ეზოთერულ საკითხს ან შემეცნებას. თქვენ უფრო ღრმა ადამიანი გახდებით და უფრო მეტად შეძლებთ საკუთარ თავში გაერკვეთ. რა ნაბიჯები შეიძლება გადადგათ იმისთვის, რომ მეტი სიმშვიდე და ნდობა შეიგრძნოთ?
თქვენი ნაბიჯი იქნება თქვენი ემოციების გაშვება, თქვენი ტკივილის გაშვება. ნაბიჯები შეიძლება გააკეთოთ საკუთარ თავზე ზრუნვა, საკუთარი თავის მხარდაჭერა, უფრო მეტი სიყვარულის მინიჭება საკუთარი თავისთვის. თქვენ შეიძლება სხვა ადამიანისგან ელოდებით ამ სიყვარულს, რომელიც თავადაც შეგიძლიათ, თავადაც გაქვთ. უფრო მეტი სიმშვიდისთვის და ნდობისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ტკივილი გულიდან გაუშვათ, გული არ ჩაკეტოთ. და ეს ტკივილი აუცილებლად დაიძლევა. როგორ იმოქმედებს ეს თქვენს ურთიერთობებზე? მე ვიტყოდი, რომ თქვენს ურთიერთობებზე დადებითად იმოქმედებს. თქვენ შეიძლება უფრო მეტად გრძნობიარე ადამიანი გახდეთ, უფრო მეტად მოусმინოთ თქვენს ემოციებს, უფრო მეტად გაერკვეთ საკუთარ თავში თუ რა გსურთ, საკუთარ ინტუიციას მოусმინოთ, საკუთარ გრძნობებს და ეს უფრო მეტად შეცვლის თქვენს მიდგომას ცხოვრების მიმართ. ისე რომ მიენდოთ დინებას, მიენდოთ საკუთარ გრძნობებს, არ ჩაეჭიდოთ და არ ჩაებღაუჭოთ იმას, რაც უკვე მოძველებულია, რაც უკვე აღარ გამოგადგებათ. ამიტომ შეგიძლიათ ის ყველაფერი გაუშვათ, რაც აღარ გადგებათ, მიენდოთ საკუთარ ემოციებს და ცხოვრება თავისთავად დაგანახებთ გზას, თუ სად ხართ ბედნიერი და გააკეთეთ ის და იყავით იქ, სადაც ხართ ბედნიერი. შემდეგ გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ჩვენი პირველი შეკითხვა იყო, რას ველოდებით ამ მომენტში და რატომ? ამ მომენტში თქვენ შეიძლება ელოდებით რაიმე ოცნების სასრულებას, რაიმე ჩანაფიქრის განხორციელებას, რომელიც ძალიან დიდი ხანია გინდათ. დიდი ხანია ოცნებობთ. ელოდებით, რომ თქვენი სურვილები ასრულდეს, რაც ასე ვთქვათ, ძალიან კარგი მოლოდინია. ელოდებით, რადგან ფიქრობთ, რომ თქვენი სურვილი წარმატებას მოგიტანთ, ფიქრობთ, რომ თქვენი სურვილი გაგაბედნიერებთ. როგორ მოქმედებს ეს თქვენს ცხოვრებაზე? თქვენ ცხოვრებაზე თქვენი მოლოდინი ძალიან კარგად მოქმედებს იმ გაგებით, რომ გაძლევთ мотивაციას, რომ იმოქმედოთ, გაძლევთ ენერგიას, თქვენი სურვილი, იმისთვის, რომ ჩადოთ ეს ენერგია თქვენი სურვილის ასრულებაში და შედეგი მიიღოთ. რას ეწინააღმდეგებით ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად შეიძლება ეწინააღმდეგებოდეთ თქვენს შინაგან მეს, ანუ როცა ადამიანში რამდენიმე პიროვნება საუბრობს ან კამათობს, ან უბრალოდ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. შეიძლება ერთი მხრივ გინდოდეთ, მეორე მხრივ არ გინდოდეთ, ან შეიძლება რაღაცის გაკეთება თან გინდოდეთ, თან არ გინდოდეთ.
საკუთარ თავში გაქვთ ეს წინააღმდეგობა, ანუ საკუთარვე თავს ეწინააღმდეგებით. სხვადასხვა აზრებით შეიძლება გქონდეთ, რომელსაც ეწინააღმდეგებოდეთ. რას მოგიტანთ იმის მიღება, რომ ყველაფერი თავის გზას მისდევს. თუ მიიღებთ იმ ფაქტს, რომ ყველაფერი თავის გზას მისდევს, თქვენ აღარ იქნებით წინააღმდეგობაში, აღარ იქნებით დაძაბული, აგრესიული და აღარ დაიძაბებით, ასე ვთქვათ, აღარ იგრძნობთ სხეულში დაჭიმულობას, აღარ იგრძნობთ ზედმეტ შფოთვას, დეპრესიას, რომ ეს ყველაფერი მოგეხსნებათ. თუ ყველაფერს თავის გზაზე მიუშვებთ, შეიძლება საკუთარ თავში წინააღმდეგობაც აღარ გქონდეთ, უფრო მარტივად შეძლოთ საკუთარი სურვილისკენ ნაბიჯების გადადგმა, საკუთარი სურვილისკენ სვლა და ეს თქვენი ენერგია, რომელიც გჭირდებათ, რომ სურვილს მოახმართ სურვილის ასრულებას და არა საკუთარ თავში ბრძოლას. რა ნაბიჯები შეიძლება გადადგათ იმისთვის, რომ მეტი სიმშვიდე და ნდობა შეიგრძნოთ. უფრო მეტი სიმშვიდე და ნდობა რომ შეიგრძნოთ, 19 არკანი მზე გვეუბნება, რომ თქვენს ცხოვრებაში უნდა შემოუშვათ უფრო მეტი სიტყვა, უფრო მეტი სილაღე, მეტი დადებითი ემოციები. რაც შეიძლება მეტი ისეთი ემოციები, რომლებიც სიამოვნებას მოგანიჭებთ, რომელიც ბედნიერებას მოგანიჭებთ და ეს გაგრძნობინებს თქვენს სიმშვიდეს და ცხოვრების მიმართ უფრო მეტ ნდობას. ამიტომ იყავით ლაღები, იყავით გულღიები, ცხოვრება რასაც გთავაზობთ, მიიღეთ და დატკბით. როგორ იმოქმედებს ეს თქვენს ურთიერთობებზე? თქვენი ურთიერთობები საკუთარ თავთან, ან თუნდაც სხვა ადამიანებთან ხმლების რაინდიდან ხმლების პასში გადადის. ასე ვთქვათ, თქვენი შფოთვები უფრო შეიძლება მოგეხსნათ, ადამიანებთან ურთიერთობაც უფრო მეტად შვიდი გახდეს, ვიდრე აქამდე იყავით. შეიძლება ახალ გამოწვევებს უფრო მეტად ლოგიკურად და უფრო მეტი ყურადღებით მიუდგეთ. ურთიერთობებში თქვენი ურთიერთობები უფრო მეტად გახდება შესწავლაზე ორიენტირებული, დაკვირვებაზე ორიენტირებული. თქვენ აღარ ებრძვით ვინმეს ან რამეს, არამედ შეგიძლიათ ეს ყველაფერი შეისწავლოთ, ურთიერთობების ტიპაჟები შეისწავლოთ, ან თავად ადამიანები შეისწავლოთ. უბრალოდ, როცა მიენდობით სამყაროს და შეიგრძნობთ იმ ბედნიერებას, რაც თქვენს ირგვლივ არის და შეიძლება ვერც ამჩნევთ, დაგეხმაროთ უფრო მეტი სიმშვიდე შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში. ამით გემშვიდობებით მეორე ვარიანტს. და
მესამე ვარიანტი რას ელოდებით ამ მომენტში და რატომ? თქვენ შეიძლება ელოდებით რაიმე მიჯაჭვული, დამოკიდებული ურთიერთობისგან განთავისუფლებას. რადგან შეიძლება ეს თქვენზე ძალიან უარყოფითად მოქმედებდეს. შეიძლება ელოდებით, რომ დაძლიოთ თქვენი უარყოფითი ჩვევები, რომლებიც განგრევთ, თქვენთვის არ არის სასარგებლო ჩვევები, მავნე ჩვევებზე მაქვს ლაპარაკი, რომლებიც ადამიანის ცხოვრებას ანგრევს და მიჯაჭვულობა ეს ისეთი მომენტია ადამიანის ცხოვრებაში, როცა გინდა თავი დააღწიო, მაგრამ ვერ აღწევ, მთელი ძალით ვცდილობ და არ გამოგდის. თქვენ ელოდებით, რომ ამ მომენტიდან თავს დააღწევთ და იქნებით თავისუფალი. როგორ მოქმედებს ეს თქვენს ცხოვრებაზე? თქვენი მიჯაჭვულობა ადამიანზე ან მავნე ჩვევაზე შეიძლება საზიანოდ მოქმედებდეს თქვენი ცხოვრების ასპექტში. თქვენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს მეტი სირთულეები, რომლის გადალახვასაც ვცდილობთ თავი აარიდოთ იმ რთულ სიტუაციებს, იმ გაკვეთილებს, სადაც ცხოვრების რაღაც მომენტებში გაკვეთილები უნდა გამოიაროთ და ამ გაკვეთილებზე ისწავლოთ, მაგრამ თქვენ შეიძლება ემოციურ ნაწილში გიჭირთ იმის მიღება, რაც შეიძლება რეალურად თქვენი გამოწვევა იყოს და იმისთვის, რომ თავი აარიდოთ უარყოფით ემოციებს, შეიძლება მავნე ჩვევებზეც იყოთ დამოკიდებული. რას ეწინააღმდეგებით ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებით აქტიურ მოქმედებებს ენერგიას, რომელიც თქვენშია რეალურად და შეიძლება ვერც ამჩნევდეთ. ეწინააღმდეგებოდეთ, რომ ეს ენერგია და პოტენციალი თქვენგან გამოვიდეს, განხორციელდეს. ეწინააღმდეგებით, რომ რაიმე მოიმოქმედოთ, ისწავლოთ დაშვებულ შეცდომებზე. რას მოიტანს თქვენ ცხოვრებაში იმის მიღება, რომ ყველაფერი თავის გზას მისდევს? თუ თქვენ მიიღებთ იმას, რომ ყველაფერი თავის გზას მისდევს ცხოვრებაში, თქვენ შეიძლება დაძლიოთ აპათიური მდგომარეობა, ის მდგომარეობა, როცა აღარაფერი აღარ გახარებთ და აღარაფერი აღარ გსურთ. შეიძლება დადებით ასპექტში განვითარდეს თქვენი ემოციური მდგომარეობა, როცა ამ ფაქტს მიიღებთ, უფრო მეტად მოქმედი გახდებით, შეიძლება ამჟამად ისეთ მდგომარეობაში ხართ, რომ არაფრის გაკეთების სურვილი არ გაქვთ. მოქმედების სურვილი არ გაქვთ. და თუ მიიღებთ იმ ფაქტს, რომ მართლა ყველაფერი თავის გზას მისდევს, დაძლევთ ამ რთულ მომენტს და გამოხვალთ აპათიური მდგომარეობიდან, დეპრესიული მდგომარეობიდან.
ფიჭები შეიძლება გადადგათ იმისთვის, რომ მეტი სიმშვიდედან ნდობა შეიგრძნოთ. შეგიძლიათ იმუშაოთ საკუთარ შიშებზე, საკუთარ არაცნობიერ განცდებზე, რომლებიც ცდილობენ, რომ გამოაშკარავდნენ და ცნობიერი გახდნენ. საკუთარ ემოციებზე მუშაობა მოგიტანს შვებას და ნდობას. თუ თქვენ დაძლევთ იმ შიშებს, რომლებიც ახლა გაქვთ და გადალახავთ საკუთარ თავში, აუცილებლად მოგიტანთ ეს სიმშვიდეს. როგორ იმოქმედებს ეს თქვენს ურთიერთობებზე? თუ თქვენ გადალახავთ საკუთარ შიშებს, თქვენი ურთიერთობები შეიძლება უფრო მეტად, როგორ თქვა, საკუთარ თავში შეიძლება უფრო მეტი აღმოჩენების ძიება დაიწყოთ. შეიძლება ურთიერთობები დიდად აღარ ზრდიდავდეთ, საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ისეთი მიუწვდომელი ინფორმაცია, ისეთი ასპექტები აღმოაჩინოთ თქვენს თავში, საკუთარ თავზე მუშაობის დროს, რომ შეიძლება ამან თქვენი მიდგომა საზოგადოებასთან დაკავშირებით იმგვარად შეცვალოს, რომ უბრალოდ დასვენება გჭირდებოდეთ იმ საზოგადოებისგან, რომელიც შეიძლება გხლით, შეიძლება უბრალოდ საკუთარ თავთან განმარტოება გჭირდებოდეთ. და ზუსტად ეს მოგიტანოთ, რომ საზოგადოებისგან განცალკევებულად, თლად ისეც არა, რომ ურთიერთობა აღარ გქონდეთ, მაგრამ უფრო მეტად საკუთარ თავზე იქნებით ორიენტირებული, ვიდრე საზოგადოებაზე. აი ამას მოგიტანთ. ეს შეიძლება სიმშვიდეც იყოს, ნდობაც იყოს. ესეც ერთ-ერთი პერიოდია, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში დგება, როცა უბრალოდ საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ დრო და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც უფრო მეტ დროს დავუთმობთ, როცა საკუთარ თავში აღმოვაჩენთ იმას, რაც დასამუშავებელია, დავამუშავებთ, გადავლახავთ ჩვენს შიშებს, ჩვენს მიჯაჭვულობას და უფრო ჯანსაღი გონებით და ჯანსაღი ფსიქიკით შევუდგებით ცხოვრებას. იმედია, რომ ეს გაშლა მოგეწონათ. შეგიძლიათ დამიკომენტაროთ, გამომიწეროთ, ძალიან გამიხარდება და გემშვიდობებით თქვენი ნინი.